საღელი და მამისა და დაზისა და სულ ისეთ მისა და ხვალ არის წინასწარმეტყველი იოანეს დაბადების დღე. შეგვეძიოს იოანე და წმინდა იოანეზე ნათქვამია რომ დედამიწის ნაშობთაგანიო პირველი არის, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის შემდეგ. და რაც გადაგერდა იოანე ღვთისმშობლის სინამდვილე კიდე რა არის? როცა ადამიანი გადაწყვეტავს ისეთი გზნობა ეუფლება რომ დარჩენილი ცხოვრების წლები გაატაროს ღმერთის გასახარად. ღმერთის გახარებას კიდე ნათქვამია სახარებაში. ითი ვახარებთ ღმერთს ღმერთის ნების შესრულები და ღმერთის ნება საიდამგებლოთ, მეთქი უხილავია. როცა გკითხულობთ წმინდა და ცხოვრებებს, ეს განსაკუთრებით ახლა მარხვა რო არის. თავისუფალი დრო, კარგი ფილმიც რო იყოს და კარგი კონცერტიც რო იყოს, ჯობია წაიკითხო მარხვა იმიტომ არის რომ მარტო ის არა რომ შეიგავო თავის ძის და ხოცის ნაწარმისგან. თავისუფალი დრო გამოიყენო იმისათვის რომ წაიკითხო ქადაგებები მამაპაესის აი ზოგადად სახარებას კითხულობ ვერ გებულობ გამარტებასაც ვერ გებულობ და უსაკითხულობ მამაპაესის სერაფიმ საროვეს გაბრიელ ეპისკოპოს ქიქოძეს ბერი ალექსი შუშანიას ის უფრო ხო პირველი კლასელი ხო ვერ გახდება მეათე კლასელი ან უმაღლეს დამთავრებული თავიდან ადამიანი ჭირდება წმინდა და ქადაგებების კითხვა და ამის საშუალება გააქვს მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს არის ქრისტიანული მოთმინეები, არის საეკლესიო ზღაპრები და ეს საბავშვო ბიბლიას ხშირად რატომ ამბობ, იმიტომ რომ ერთ თვეში გაიგებ შინაარს რა წერია ბიბლიაში და ესე რო ეკითხო შეიძლება ერთი წელი ეკითხო და ვერ გაიგო. და მაინც მთელი შინაარსი რა არის თუ ზარმაცები ხართ კითხვაში. ბიბლიისა ღმერთი შეიყვარო ყველაზე მეტად და რატომ ეს კარგი რომ თუ შეიყვარო ყველაზე მეტად სანამ ღმერთს არ შეიყვარო ყველაზე მეტად მანამდე ვერცერთს ვერ გახდები თავისუფალი თავისუფალისგან აი სხვები რას იფიქრებენ და შეიძლება შეურაცხყოფის გამო მოგდე ხო არის შემთხვევები რომ ესე იგი ენით ადამიანი კვდება მაგრამ როცა ღმერთს შეიყვარე ყველაზე მეტად შეურაცხყოფის გამო ესე იგი არ მოგდები. ამის მაგალითია პატრიარქი. ეკომის უწყობიდან დაწყებული რამდენი შეურაცხყოფები ხდება, მაგრამ მათთვის ლოცულობს მის მაგას შეურაცხყოფს. ეს არ ხდება ცოდნით, ეს ხდება მადლით. ეს მადლი არ მოგაკოთ ღმერთმა. ეს მადლი როდის არის? ლოცვა და მარხვა და ზიარებას დაშურის ადამიანს. ამის მაგალითია იუდა მოციქული. ეზიარა, მაგრამ ვერ ეშველა. რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა ღმერთზე მეტად. ზოგ სამშობლო უყვარს, აი სამშობლოს სიყვარული კარგია. ცხადმა ხერხეულიძე და სხვები. ეკლესია ამას მიესალმება, მაგრამ როცა სამშობლოს გააღმერთებ და ღმერთზე მეტად შეიყვარებ, ხდები ფაშისტი, როგორც გახდნენ ქართველები, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, როცა აქედან სხვაების ხალხი გარბოდა. როგორც გახდნენ გერმანელი ფაშისტები, როგორც რუსის კინხედები, როგორც უკრაინელი ფაშისტები, ესე იგი ამიტომ წერია დედაზე, მამაზე, ცოლზე, სამშობლოზე და ყველაფერზე მეტად მე შემიყვარეო, მე მახსოვს ფეხბურთის გამო ასმიანი ვარ და ეს დამემართა როცა აგო საბჭოთა კავშირის თასი თბილისმა ფინალში. ახლა მეცინება ჩემ დავზე, მაგრამ იმ დროს გული მისკდებოდა. ზოგ შეიძლება თამაშის გამო ის რო გიხარია შენი გუნდის მოგება. თუ გააღმერთებ იმას ან ფეხბურთს ან შენ სამშობლოს აი სომხებთან რომ მოვიგეთ ზოგიერთი არასწორად მოიცა და ეს რომ არის ახლა რო წააგო თოფურიასთან მაშინ მაგრამ ფიზიკურად წააგო, მაგრამ სულიერად მოგებული ჩები, რაც უნდა ფიზიკურად წააგოს ადამიანმა. ის მაგის გვარი დამავიწყდა ოლივერია თუ ვიღაცა. მაგი არასდროს არ დამარცხდება სულიერად, რატო? იმიტომ რომ ულოცავს დაუშვათ, წააგო, მაგრამ ულოცავს გამარჯვებას. სულიერად არ კარგავს და ზოგი კიდე სიძულვეში ვარდება. წაგებისა გამო ესე იგი, როცა ღმერთს შეიყვარებ ყველაზე მეტად არასდროს არ იქნები სიძულვეში და ეს სიძულვე კიდე რატო ვლაპარაკობ ამას ხშირად, იმიტომ რომ არის ეს საზოგადოებაში სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო და მე როცა ვქადაგებ, ზოგს გონია რომ რუსეთის მომხრე ვარ და ამ დროს მე ისი მომხრე ვარ რომ 30 წელია ითესება სიძულვე რუსებისადმი, რუსეთის ხელისუფლებისა გამო. მაგრამ მე რას მეუბნები ადამიანებს რომ
არ არსებობს დედამიწაზე იმპერია, რომელიც იყო სამართლიანი და თვითონ ისეთი კაცი მოვიდა ამერიკაში ტრამპის სახით, ვინც აღიარა, რაცა უკრაინაში ხდება, ეს დაიგეგმა 94 წელს ნატოშიო. და რომ რაც რევოლუციები და საიზღრებები ხდებოდა 94 წელს მოხდა უკრაინაში, ხდებოდა ამერიკისგან და ნატოსგანო. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხია ცუდი, ან ევროპელი, ან ინგლისური ენაა ცუდი. და ჩვენ რო წაგვეთვა ტერიტორიები აფხაზეთში და სამაშობლოს, იმას არნიშნავს, რომ რუსული ენაა დამნაშავე, ან რუსი ხალხია დამნაშავე. ის როცა შენ აგინებ ერთ მოწმე რუსეთს რატომ შეგრავო? შენ ვიღაცას როცა აგინებ, შენ უნდა უკეთესი უნდა იყო იმაზე, ვისაც აგინებ და შენ როგორ ხარ უკეთესი იმაზე, როცა ძმას სისხლი დაღვარე 91-ში. როცა მე-15 საუკუნიდან რუსეთის მეფის შეერთებამდე გაყიდე ქართულმა ქართველი 2,5 მილიონი გაყიდე. ესე იგი, შენით ხარ უკეთესი იმაზე, ვინ ჩაგრავს და როცა ძმა გაყიდე, ამით თქვა მინდა, როცა ვიღაცას განიკითხავ, შენ იმაზე უკეთესი უნდა იყო, კი შენ მე მithვამაყობ, რომ ქართველები არასდროს სხვის მიწაზე არ იყვნენ დახარბებულები, სხვებს არ ართმევდნენ ტერიტორიებს, ეს ცუდია. იმპერია არცეთი არ ყოფილა სამართლიანი, შენ არ იყავი ასეთი ქართველი. მაგრამ გავიხსენოთ არ მეფის დრო, ჩას მოშივდაო და გადავიდნენო იმაში. მუსულმანებთან ააჭიოკესო. და რატო არ ჩაგრავდი? იმიტომ რომ ერთმანეთს ჭამდით გურია სამკვარტლად. ერთობა არ იყო და იმის თავი არ ქონდა და როცა თავი ქონდა, მოშივდაო ჯასო და გადავისე კი ცუდი ეროვნება არ არსებობს. უბრალოდ დედამიწაზე არის ჯუნგლების კანონი. ჯუნგლების კანონია და შენ რო გადარჩი, რატო გადარჩი ჩვენ აქამდე? იმიტომ რომ ჩემი წინაპრები ერთგულები იყვნენ ღმერთის. 100,000 ეწამა ერთ დღეს. და აქ ვინც მოდის უცხოელი, როცა ვიყავით ხშირად დაპყრობილები, თურქები, ირანელები, მონღოლები, რუსეთის ვერასოვანი და დავგარგეთ თავისუფლება რუსეთის ქვეშ. და უცხოელი წერს, რომ მე არ მიგვესო, რატო შეინარჩუნეს ქართველებმა თავისი მეუბნო, დრო დაინახა, რომ ყველა ადამიანი პიჟვას იწევს ტაძრის გავლის დროს. ამ დროს ჩვენ რა გავიარეთ? ათეისტური წყობა 70 წელი. და მაინც შევინარჩუნეთ წმინდა და ის, რომ ზოგს ეცინება მტრებს ჩვენზე. როცა ასე დაქცეულები ვართ მატერიალურად, დედა იქა, შვილი აქ, ცოლი იქ, ქმარი აქ, ჩვენზე ეცინება, დროს ამბობ საქართველოს გაბწყინდება. მოვიყვან ციხის მაგალითს, რო იცოდეთ რა არის გაბწყინება. ციხეში არიან ადამიანები გაბწყინებულები, ვინც ეზიარება. და ვინც ეზიარება 100-დან რჩება 5 ან 10. აქ ხდება ზოგი ლოთობით, ზოგი წამლით, ზოგი რუშებაშია, ზოგი ხუდობის მიტოვება არ უნდა. აქ მტარია. იქ ცოცხალია რა ცოცხლებს სულიერად. ციხე, სიმსივნეც რამდენია უკუნება ისენის დროს პირველად ამ მოსახსარებას. ასევე რომ არის უკრაინაში, უკრაინელები მეუბნებიან, რომ სანამ ომი ატყდებოდაო, ჩვენ დანახვაზე ეცინებოდათ ღლების. 95 წლიდან რევოლუცია იქ მოხდა. დაცინმა იყო ეკლესიის. და ახაც ხედავთ, რეები ხდება. ღლები დახვიდეს და კონცერტებს აწყობდნენ იმაში ტაძრებში. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო, ჩვენთან მოდიან კუთხეების სასახებაში. ომი აფხიზლებს ადამიანს და საქართველოს გაბწყინებაში გულისხმება რა? რომ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი იქნება ვიდრე სხვაგან პროცენტულად. აქ რომ მოდიან რუსები და ბერძნები, უკვე რამდენი ახალგაზრდა ამრევლი, რამდენი მორწმუნეა. ესე იგი, სხვებთან შედარებით აქ მეტი იქნება მორწმუნე. როცა იქნება სული განდგომა ღვთისგან და სული განდგომა ხდება, რეები ხდება, რომ კალმით ორკაშეული ბავშვი დაიყვანოს ქვეყანაში. ჩვენთან არის ღმერთი.